მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში კი თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. დღეს ნალექს პროგნოზირებენ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, უმეტესად თოვლის სახით. დედაქალაქში კი ყინვაა მოსალოდნელი. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იქნება ძლიერი ქარი. მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +2 +7 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი -2 +3 გრადუსი. ხვალიდან კი მთელ საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება. დღეისთვის დასავლეთ საქართველოს უმეტესად და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დილის საათებში ველოდებით ნალექს უმეტესად თოვლის სახით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში გვექნება ქარის გაძლიერება დრო გამოშვებით 17-22 მეტრი წამში. დედაქალაქშიც დილის საათებში შესაძლებელია მცირე თოვლი იყოს და დღის მეორნახევიდან ადგილი ექნება ამინდის გაუმჯობესებას. ხვალიდან მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუმჯობესებას ექნება ადგილი, დასავლეთ საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების დრო გამოშვებით ძლიერი ქარი, 23-დან უკვე როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ველოდებით მცირე ნალექს და ყინვები თანდათანობით დაიკლევს და შემდგომ დღეებში უკვე შემცირდება ყინვები. დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ცენტრალურ გზებზე უკვე მოიხსნა, ნაწილი კი კვლავ ძალაში რჩება. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აღდგენილია, თუმცა შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. უწყვეტი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ამ დროისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური ფოსტა კობის მონაკვეთზე აღდგენილია მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა. სხვა ყველა საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია. ასევე აღნიშნავ, რომ 24 საათის განმავლობაში გზებზე მობილიზებულია შესაბამისი თოვლწმენდი ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. ძლიერი თოვლისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვები გრჩება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე თბილისიდან კი ლესელიძის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდეს მოსახლეობას დაემორჩილონ არსებულ შეზღუდვებს და იმოძრაოს ზამთრის საბურავებით. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მუშაობის დაწყება კვლავ პოლიტიკური შეფასების თემაა საქართველოში. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა კომისიამ პირველი შეხვედრა გუშინ გამართა. დაიგეგმა შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. პარალელურად ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა იგეგმება საკანონმდებლო დონეზეც. ის კომისია, რომელიც შექმნა კობახიძემ, არაეფექტიანია, ვინაიდან ხელისუფლების პირადად ქართული ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო გაუძვირდა ქართულ ხალხს ცხოვრება და კარგი იქნება თუ ამ გადაწყვეტილებების გადახედავენ და პირველ რიგში საწვავზე დაწესებულ აქციის შეამცირებენ. მათ გაზარდეს აქციის მოსაკრებელი გაორმაგეს და კარგი იქნება თუ შეამცირებენ. ძალიან კარგია, რომ ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ გაითვალისწინა ჩვენი წინადადება და ამ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა გაფართოვდა, პროფილი გაფართოვდა და ის შეეხება საწვავის ფასებსაც და არა მხოლოდ პროდუქტზე გაზრდილ ფასებს. შესაბამისად, მისასალმებელია ეს საკითხი, რაც შეეხება საპარლამენტო ფორმატში ამ საკითხზე მუშაობას, ჩვენ ბევრჯერ ვთქვით ამასთან დაკავშირებით, რომ ჩავერთვებით ნებისმიერ ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბიზნესი უნდა განვითარდეს, მაგრამ მისი მოგება და მოგების მარჟა არ უნდა იყოს ისე უსინდისოდ მაღალი, რომ ეს საზოგადოებას დააწვეს. ეს არის მოცემულობა და სამწუხაროდ ჩვენ ამას ვხედავთ ფასებთან დაკავშირებით და ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ამ უწყებასთან ერთად, როგორც კი დაიწყება საშემოდგომო საგაზაფხულო სესია საქართველოს პარლამენტში, შეიქმნება შესაბამისი საგამოძიებო კომისია აი ამ მიმართულებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული იხუ დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმკიცება დამოიღეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოვებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის განაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული იქნა თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, პაკისტანის, ეგვიპტის, ისრაელის, კვიპროსის, მაროკოს, ნიგერიის, სომხეთის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ჯამში 56 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. დღეს ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში მიხაილ კვაჭაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. დღეს ჩვენმა ქალაქმა წარმოშობით ოზურგეთელი, ბათუმში მოღვაწე მხატვრის, სახვითი სასცენო და კინო ტელეფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის მიხაილ კვაჭაძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. საექსპოზიციო სივრცე ორმა თემატიკამ მოგონებები გურიაზე და თევზები გაიგავა, რომელიც მხატვრის აწმყო და წარსულია. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ავტორის ფერწერული და ლითონის ნამუშევრები, ასევე გობელინი, რომელიც მის მრავალფეროვან მხატვრულ ხედვასა და მრავალწლიანი შემოქმედებითი გზის მნიშვნელოვან ეტაპებს ასახავს. გამოფენის გახსნას არაერთი ოზურგეთელი დაესწრო. ოზურგეთის საგამოფენო სივრცე მიხაილ კვაჭაძის ნამუშევრებს ერთითვე დაეთმობა. გამოფენა მართლაც მნიშვნელოვანია ჩემთვის გურიაში, იმიტომ რომ წარმოშობით გურული ბევრი სამეგობრო მყავს აქედან, მინდა და გამესწრო ჩემი შემოქმედება. მიყვარს ფრინველები, ცხოველები, თევზები ქეხედავთ აქედან, ახლა კიდევ გავიხსენებ გურიას, ძველი შრომა გავიხსენე და ძირითადად ამ თემაზე მაქვს ნამუშევრები. სტუდენტობის წლებიდან ვიცნობ მე იყოს და გამორჩეული იყო სტუდენტობის წლებიდან 2 კურსით დაბლა სწავლობდა ჩემზე და საკურსოს გამოფენები რო ეწყობოდა მიხოს გამოფენა გამოირჩეოდა იქ საკურსოებიდან და იყო მახსოვს ერთი ის გამოფენის ამბავი აკვარიუმი ქონდა გაკეთებული მაშინ ახალ შემოსული იყო სვარგის ტექნიკით ამოწეული ფორმები ფერადი ჭედურობა და ძალიან საინტერესო თქონდა გაკეთებული და იქიდან იყო გამორჩეული და მე ძალიან ბევრი გამოფენების მომსწრე გავხდი მიხეილი დღესაც აქ ძალიან შესანიშნავი გამოფენა და ულოცავ მე ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის რომ ბათუმლები რამდენ გზის უკვე გამოიფინენ და იფინებიან ჩვენთან ეს იმას ნიშნავს რომ აჭარაში ამ გალერეას რაღაც თავისი მნიშვნელობა მიენიჭა და ჩვენ გვახარებს რომ ბათუმლებისაც არის ეს მათი სახლი და აჭარიდან ამოდიან. ამის შემდეგ კიდევ იქნება აჭარიდან მხატვრების გამოფენა, უკვე პედაგოგების, მანამდეც იყო და ეს ძალიან გვახარებს და გვაახლოებს, რა თქმა უნდა. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა თვითონ ისიც მინდა ვთქვა, რომ ძალიან ისეთი შერეული გამოფენაა, საინტერესო ესთეტიკა აქვს ამ ადამიანს, ყველაფერს მისდევს ჩიკანკა, გობელენი, მხატვრობა, რა ვიცი, საოცარი შრომელი ადამიანია. გამოფენა გაესტანს ერთ თვეს და ასე ვთქვათ, ყველას რა თქმა უნდა ვეპატეჟებით მოვიდნენ ნახონ აუცილებლად ეს სანიმუშო გამოფენა. ასოციაცია გურიამ საბანკეტო დარბაზ თამარიაში საახალწლო ღონისძიება გამართა.
ტრადიციულად საახალწლო კარნავალით შეეგებნენ ახალ 2026 წელს ასოციაცია გურიეს ბენეფიციარები, პედაგოგები და მათი მშობლები. ბევრი საახალწლო სიმღერა, საკარნავალო ცეკვა და საუკეთესო განწყობა. ეს ამ დღის თანმდევი ატრიბუტია, რომელიც ზედმიწევნით სრულდება. ასოციაცია გურიეს ბენეფიციარები სასიმღერო და საცეკვაო ნომრებს მშობლებთან, პედაგოგებთან და მათთვის გულით საყვარელ ადამიანებთან ერთად ასრულებდნენ, რამაც დღე მეტად შთამბეჭდავი და საინტერესო გახადა. ღონისძიებას არაერთი სტუმარი, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.